მეგობრებო, პირდაპირ ეთერშია. სტუდენტური დღეები 2014 სრულდება ერთიანი ღონისძიებების შემდეგ შემაჯამებელი კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი თამარ დარახველიძე ესწრება. საკო პირდაპირ იახნეცა სტუდენტური დღეები 2014 დღეს ოფიციალურად დასრულდება. ამ წუთებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დასწრითი ეტაპის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობს. პროექტი ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩატარდა არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ჩატარდა ასევე არაერთი შეჯიბრი და დღეს გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლები. წელს კი გრან-პრი გადაეცემა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტობა ჩართული იყო სტუდენტურ დღეებში. ძალიან გასახარია, რომ ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობა. 47 უმაღლესი სასწავლებელი იყო ჩართული და გამოვლინდა საუკეთესოდ. სტუდენტური დღეები გახავთ ნამდვილად ის ღონისძიება, რომელსაც თითოეულ სტუდენტი ყოველწლიურად სულმოუთმენად ველოდებით. ეს ერთი თვის განმავლობაში გადამბული არის სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური თამაშები. თუ გადავხედავთ სტუდენტური დღეების ჩატარების ისტორიას, ის 2011 წლიდან ტარდება და პირველი გამარჯვებული, ისევე როგორც ლევანდელი გამარჯვებული, გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სტუდენტური დღეები 2014 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდებოდა და მასში 47-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. მადლობა, ეს თამარ დარახველიძე იყო.